კადრები, რომლებსაც ახლა თვალს ადევნებთ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მიერაა გადაღებული და ასახავს თუ როგორ დაბომბა პუტინის არმიამ სუმის რეგიონში სამედიცინო დაწესებულება. ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და კრემლის მმართველის საუბრიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა. ამასთან რუსეთი თავს დაესხა დნიპროს ოლქში რკინიგზის ენერგოსისტემას, რითიც დაარღვია ამერიკის პრეზიდენტისთვის სატელეფონო საუბრისას მიცემული პირობა, რომ ენერგოობიექტებს არ შეეხებოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, 18 მარტის ღამეს კრემლმა 145 ირანული წარმოების დამრტყმელი დრონით, 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ M-ითა და 4 S-300 ტიპის რაკეტით მიიტანა იერიში. ოფიციალური ინფორმაციით, მათი სამიზნე იყო უკრაინის არაერთი მშვიდობიანი ოლქი, მათ შორის სუმის, ხარკივის, ზაპორიჟიეს, ოდესისა და კიევის ოლქები. რთული ვითარება იყო ფრონტის ხაზზეც. Загалом напередодні було 140 бойових зіткнень. На Харківському გასულ დღეს ჯამში 140 საბრძოლო შეტაკება იყო. განახლებული ინფორმაციით, მტერმა უკრაინულ პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 65 საავიაციო იერიში მიიტანა. ჩამოაგდეს 81 მართვადი ბომბი. გამოიყენეს დაახლოებით 2200 თვითმკვლელი დრონი. ასევე საარტილერიო საშუალებებით 5300 ჯერ გაგვიხსნეს ცეცხლი. მათ შორის 88 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შეტევების ძირითადი მიმართულებები იყო ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივისა და ზაპორიჟიის ოლქები. з реактивних систем залпового вогню. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინს სურს რამდენიმე უკრაინულ ოლქზე გააძლიეროს იერიშები. გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინმა ფაქტობრივად უარყო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, სწორი ნაბიჯი იქნება ის, რომ მსოფლიომ არ დაუშვას და უარი უთხრას პუტინს ამ ომის გახანგრძლივებაზე. დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დახმარება გაუწიოს უკრაინას. Що хоче Путін? რა უნდა პუტინს? პუტინს უნდა რამდენიმე მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმართვა. როგორც აღვნიშნეთ, ესაა ზაპოროჟიის, ხარკივისა და სუმის მიმართულებით. ის ამის გაკეთებას შეეცდება, რათა მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე. ამასთან ის ეცდება ეს ყველაფერი უახლოეს თვეებში გააკეთოს. მისი მიზანია წინ წაიწიოს რუსულმა ჯარმა. არ აინტერესებს რამდენი ჯარისკაცი ჰყავს არმიაში. ამას იმიტომ აკეთებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას მეტი ულტიმატუმი ჰქონდეს.